გამარჯობათ. ჩვენ გვაქვს პროგრამაში ასეთი ოპცია, რომელსაც ქვია ვარიანტი კრიში. და ეს რას წარმოადგენს, როდესაც თქვენ ესე იგი გაქვთ ყარადა, ან სხვა არ აქვს მნიშვნელობა დეტალები სამზარეულოს ყუთებიდან. გვაქვს ესეთი ოპცია ვარიანტი კრიში და როგორ გამოიყენება ეს ოპცია და რა მნიშვნელობა ენიჭება მას. დავაწყაპუნოთ აი აქ და აი გამოდის ესეთი ფანჯარა. ესე იგი როგორც კი ჩვენ ვირჩევთ ვარიანტი, ეს არის სტანდარტული ვარიანტი, რაც ჩვენ ახლა გვაქვს გამოტანილი, ვირჩევთ აი ესეთ ვარიანტს, მეორე ვარიანტს და ნახეთ, რომ აი როგორ მთლიანი სახურავი შეიცვალა ესეთი პლანგებით. გვაქვს ასევე ესეთი ვარიანტი. ანუ ბევრნაირი ვარიანტი არის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით, თუნდაც აი გადაადგილდეს წინა თარო დაუშვათ 100 მმ-ით, აი ესე შეგიძლიათ გადაადგილოთ და თუ კი ეს საჭიროა და გააქვთ ამის მოთხოვნა, რა თქმა უნდა. აქ შევწეროთ ახლა 0. ისე დავაბრუნოთ უკან და ვნახოთ კიდე რა ვარიანტები არის. ხო, გვაქვს აი ესეთი ვარიანტი, სადაც წინ გვაქვს ალუმინი, არის ასეთი ალუმინის პროფილები და ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ აქ შევთ ჭურჭლის სარეცხნიჟარას ან პლიტას, ელექტროპლიტას ან გაზგურას და ადგილი გინდათ რომ გქონდეთ და შეიძლება მეტიც. ხო, აი ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუმინის პროფილი, რაც ჯერ ერთი ალუმინის პროფილი მაინც როცა სარეცხნიჟარის შემთხვევაში მაინც კარგია, იმიტომ რომ ცოტა წყალმაც რო გაჟონოს უძლებს არ გაიბერება და ასე ვთქვათ დიდხანს იმუშავებს. კარგით, კიდე რა გვაქვს ვარიანტი კრიშიში? ეხლა აქ ბევრი ვარიანტებია. გვაქვს ესეთი ვარიანტი, სადაც ორი ალუმინი არის და ხედავთ, რომ საზურგეთ ზის ამ ალუმინში. არის ესეთი ალუმინები, რომელსაც აქვს ესეთი პროფილია, რომ საზურგეთ ჯდება შიგნით ჩვეულებრივ თითქოს ამოფრეზილი არის ისე. კიდევ რა ვარიანტები გვაქვს? აი ესეთი ვარიანტები. ნახეთ, ესეთი ვარიანტი. ამ შემთხვევაში აქ უკვე თქვენ აუცილებლად საზურგე უნდა მოხსნათ, იმიტომ რომ ეს არის იმ შემთხვევაში, თუ რაიმე აი ბევრი რაღაც ვარიანტები გადის და ეს თითოეული დეტალი შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, აწიოთ სევით, აი თქვათ პირველი, მოდი ვთქვათ ავწიოთ 150-ით, აი ესე. და მეორე შეგიძლიათ აწიოთ 150-ით, სიტყვაზე, აი ეს. თუ არის საჭირო თქვენთვის ასეთი რამ. პრინციპში აქ მე მგონი თქვენთვის ყველაფერი გასაგები არის. ეს ვიდეო ჩავწერეთ იმისთვის, რომ იცოდეთ, რომ არსებობს ასეთი ოპცია, რომელსაც ქვია ვარიანტი კრიში. მე ამით გამშვიდობებით, კარგად გრძანდებათ.